რომ გავიკეთოთ იატაკი უფრო ღია ფერით. Так, окей, პრინციპში მე ყველაფერი გავიგე და ყველაფერს გავაკეთებ სადღაც 1 საათში. ერთ საათი პრინციპში კარგია, ვიმანავდით სწავლოთ, ცოტას გავისეირნებ და ფულს მოგცევთ, რომ ესეც დავთვალოთ სამუშაოს. окей, პრინციპში მე არ ვარ უარზე. Так, ახლა ავიღებ ჩემს ყველა ინსტრუმენტებს. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ გამარჯვებათ და არ გავშრალსანსემ და დღეს მეგობრებო არის რემონტის ვიდეო. დღეს მეგობრებო ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა გავადეკოროთ, უნდა გავაკეთოთ, უნდა გავარემონტოთ აი ეს სახლი. ნუ პრინციპში თქვენ ხო ხედავთ, ცოტა ცუდ ძალიან ცუდად გამოიყურება ეს სახლი და ასე ყველია დღეს ჩვენ მეგობრებო გავაკეთებთ როგორც ექსტერიერს, აგრეთვე ინტერიერსაც. აქ მეგობრებო მაქვს მე აი ბლოკები, დეკორი და ინსტრუმენტები რასაკვირველია. პრინციპში მე ახლა ვუყურებ მეგობრებო ამ სახლს და ვფიქრობ აი ექსტერიერს მე დიდად არაფერს არ გავუკეთებ პრინციპში მგონი და ერთს მოითავა მეგობრებო ვნახოთ ინტერიერი და აი ინტერიერს ძალიან დიდი სამუშაო სჭირდება იატაკიც და წიგნის თაროებსაც მოვაშვებ და რაღაც მეგობრებო არ მომწონს ხომ ინტერიერს მე კარგად გავაფორმებ და აი ექსტერიერს პრინციპში მე არ შევცვლი უბრალოდ აი ამ კობლსტოუნს უბრალოდ მოვაშვებ აი ესეთ კობლსტოუნებს პრინციპში ხომ მაგრამ მოიცეთ მეგობრებო ერთი იდეა მომივიდა თავში და გსტოპ აგერ ინსტრუმენტები так, ага, მეგობრებო მოითავა ვნახოთ ეს ბლოკები როგორ იქნება. так, ასე. так და გონი მეგობრებო ეს ბლოკი უფრო ჯობს ვიდრე ეს კობლსტოუნი. ჩემი ait ხო მეგობრებო. პრინციპში ხო მეგობრებო, ახლა დაგიბრუნდებით, მე ახლა გავაკეთებ. ხო პრინციპში მეგობრებო, ეს უფრო ლამაზად ჩანს ვიდრე ეს უბრალო კობლსტოუნი. так, მეგობრებო, ახლა დაგიბრუნდებით. მეგობრებო, მოგეთ შეხედეთ, მე უკვე შევცვალე პრინციპში მთლიანად შეხედეთ კედლები, შევცვალე აი ესეთ ცუდ კობლსტოუნზე, აი ესეთ ნორმალურ აგურებზე. ახლა მეგობრებო, რასაკვირველია, მე მჭირდება ახლა ნაჯახი და უნდა გავაკეთო ახლა აი ეს გაცისფრებული რაღაც გავხერშებული ასე ვთქვათ მუხები ტაქს სად იყო აქ ბლოკები აჰა აი მეგობრებო ბლოკები კედლებს მე გავაკეთებ მეგობრებო აი ასეთ კლასიკურ სტილში და აი იატაკზე მე მაქვს უკვე სხვა ჩანაფიქრი ტაქს და ბოლო კედელი მეგობრებო პრინციპში კედლები ეს იყო ყველაზე ადვილი ნუ აი ეს მუხისთვის так და აქ მეგობრებო როგორც მე ვთქვი უკვე სხვა ჩანაფიქრი მაქვს так, რა კარგია მეგობრებო, მე კიდე ასეთი ბლოკები წამოვიღე, აი ამ ბლოკებით მე ზუსტად გავაკეთებ. так, სტოპ მოით მეგობრებო, რა ბლოკების უკვე აღარ მჭირდება, მაგებს უკვე ჩავალაგებ აქა. დაინათურები ჯერ კიდე დამჭირდება და ნოხები, ნუ კაი პრინციპში მეგობრებო, ნოხები უკვე სულ, так, სტოპ კარებს სადტოვებ. სულ ბოლოს. так, მეგობრებო, და მანამდე ჩვენ ავიღოთ ეს ყველაფერი, так, ეს ბლოკებიც და დავიწყოთ მეგობრებო, ამ იატაკის ასე ვთქვათ, გაფორმება. როგორც მეგობრებო, თქვენ გახსოვთ ჩემმა კლიენტმა ჟიტენიკმა, მითხოვ თუ შეიძლება კედლები, იატაკი გააკეთეთ უფრო ღია ფერშიო და მეგობრებო, პრინციპში აკეთებ. აი ეს მეგობრებო, პეჩებისა და ვერსტაკების ასეთი განლაგება მე არ მაწყობს, მე მეგობრებო, სხვანაირად გავაკეთებ. так, ასეც და ესეც და წიგნის თაროების მეგობრებო ხომ ბარე მოით მეგობრებო მოვაშოროთ, იმიტომ წიგნის თაროები მხოლოდ შეგვიშლის ახლა. და ამ წიგნებს მე თუ რამე დაუბრუნებ, ოღონდ 18 წიგნი შეღეთ მეგობრებო. так, ასე მეგობრებო მოით გავაგრძელოთ, ასე, აჰა. მე მეგობრებო ამ იატაკების შემდეგ უკვე მოვა ნათურები და ნათურების შემდეგ მეგობრებო უკვე გონი თქვენგანი უკვე ელოდება დეკორს. დასაკროლია მეგობრებო, როგორც მე ვთქვი, პრინციპში ექსტერიერი მე დიდად არ შევცვალე, უბრალოდ შევცვალე კობლსტოუნი. აი ასეთი ქვის აგურები და всё მეგობრებო, პრინციპში მეტი არაფერი ექსტერიერში არ შევცვალე და აი ინტერიერში მეგობრებო, მე პრინციპში ბევრ რამეს ახლა ვცლი. დაწყებული ნივთებისაგან და დამთავრებული აი იატაკით. так და ბოლო და პრინციპში მეგობრებო მე სიმართლე გითხრათ მე პრინციპში ჟიზენკვა როგორც მითხრა იატაკი ასეთი ძალიან მომწონს როგორც თქვენ იცით ჩემს სახლშიც სოფელშიც ჩემი სოფლის სახლშიც არის ასეთი იატაკი და
ნუ პრინციპში თქვენ იცით, так, ასე და პრინციპში კარები სხვანაირი ხომ არ გავაკეთო. ნუ კაი, პრინციპში მოვით მეგობრებო, ასეთი იყოს უფრო უხდება. და ახლა მეგობრებო, ნატურები. Так, მომაქვს უკვე ნატურები და პარალელურად ამასთან კიდე მეგობრებო შეხედეთ დეკორაციის შეხედეთ რამდენი ნივთი ავიღეთ. Так, მეგობრებო, მოვით ერთი აქ, так, მეორე ასე და ასე. კიდე ერთი აქ, так, ერთი აქ იყოს, так, და კიდე მეგობრებო, მოვით აქაც და პრინციპში მეგობრებო, მგონი ამდენი ეყოფა და მოვით მეგობრებო, ბარემ კიდე 1-2 ცალი ასე. ზუსტად მეგობრებო, იმდენი რამდენიც მოვიტანეთ. Так, შემდეგ მეგობრებო, მე ყველაფერი პრინციპში უკვე გათვლილი მაქვს. აქ იქნება მაგიდები, საწოლი და ყუთები. აქ მეგობრებო, უკვე იქნება სამზარეულო, მაცივრები და მეგობრებო, ზუსტად მაცივარსაც ვდებ. Так, ასე. და შემდეგ აქ ბლოკი და ოფსიო მეგობრებო, მაცივარის და так, უფრო რეგიაკარები დავკეთოთ, რომ შიწენიკები არ შემოვიდნენ. ერთი პეჩი, ნუ კაი, პრინციპში მეგობრებო, მგონი იყოს პრინციპში ერთი პეჩი. კიდე ბლოკიც დამჭირდება. Так, მეგობრებო, მომაქვს კიდე ბლოკი და კიდე ავიღე ცოტა მაგარი დეკორაცია, ვიცი რა საკროლია. Так, მეგობრებო, და კიდე ავიღე დეკორაციების რამოდენიმე ნივთი. Так, შემდეგ მეგობრებო, მოდით დავაყენოთ რა. მოდით მეგობრებო, ჯერ დავაყენოთ ონკანი. ონკანი ეს არის ძალიან მთავარი რასაკვირველია, რომ ეგ დაიბანო ხელები, რომ ყველაფერი გააკეთო, რომ რასაკვირველია ხელბოსტნეული, რომ და დავაყენოთ და ასე შემდეგ. Так, მეგობრებო, პრინციპში უკვე მზად არის ჩვენი სამზარეულო რო იქნება ასეთი პატარა რასაკვირველი მეგობრებო. არ დავივიწყოთ ბლენდერი, მიქსერი თუ რაც არის ეგა. Так, და ბოლოს მეგობრებო, ესეც აუცილებელია სამზარეულოში. ასეთი მეგობრებო, მინი სამზარეულო, მაგრამ რომელსაც შენ შეგიძლია ყველაფრის გაკეთება. იქ მაცივიდან რაღაცებს ამოიღებ, მერე შეწოვ. ვერტაკში რაღაცას დაკრავ და მერე საერთოდ მაგას ჩარდავ იქ რამე რაღაცებს გარიცხავ, ხელებს დაიბან იქ ბლენდერით რაღაცებს იმას მოკეთ ყველაფერი შეგიძლია გაკეთო. ასეთ სამზარეულოში და ციგნის თაროებს რაც შეეხება, მგონი პრინციპში აქ ვეღარა ვერსად ვერ დავაყენებ და კაი მეგობრებო, ჩერჩევით ციგნის თაროები გადავდოთ და ავიღოთ მეგობრებო საწოლები. აქვე მეგობრებო, Так, მეგობრებო, ერთოს ყუთი მეგობრებო, ყუთები მოდით აქ იყოს. Так, და აი კიდე მჭირდება, так, სტოპ მეგობრებო, კიდე მგონი მქონდა ეს. სად. მოდით მეგობრებო, აქ მგონი ჩემი აით ეს ძალიან კარგი ადგილია მუსიკალური ცენტრისათვის და მეგობრებო, მე კიდე წავედი ახალი დეკორაციები უნდა მოვიტანო. მომაქვს მეგობრებო, მე უკვე მაგიდა როგორ დავაყენოთ? მოდით იცით როგორ? მოდით მეგობრებო, იცით როგორ? აი ასე, რომ ზუსტ ხო მეგობრებო, კიდე ცოტა ბლოკები მჭირდება, რომ აი ეს იცით როგორ აი ზუსტად რო იყოს, აი როგორც სპანჯარ არის, ისევე რო იყოს მაგიდა. Так, მეგობრებო, მომაქვს უკვე ახალი ასე ვთქვათ პარტია ნივთების და მეგობრებო, მესეად დამოვიწყდა ყვავილი მოვით. მეგობრებო, ზუსტად აი ყველაზე კარგი ადგილი ყვავილისთვის აი ესე. ვაუ, მეგობრებო, აი ძალიან მომწონს აი რემონტების გაკეთება, აი ძალიან მომწონს. Так, ასე მეგობრებო და შემდეგ აქ, ნუ მეგობრებო, შეხედეთ, პრინციპში აქ შეუძლია, არ ვიცი, თან ჭამოს, თან ამი კომპიუტერიც დააყენოს, მაგით ყველაფრის გაკეთება შეუძლია ამ მაგიდაზე. და პრინციპში მეგობრებო, კიდე სურათი მეგობრებო, ნუ სად. მოდით მეგობრებო, სადმე აი აქ. Так, მოდით მეგობრებო, უფრო კარგი სურათი ვნახო. Так, მეგობრებო, პრინციპში აი ასეთი ნაირი, так. მეგობრებო, აი ეს სურათი ზუსტად იქნება და ბოლო მეგობრებო არის უკვე ნოხი. მეგობრებო, მე ახლა პრინციპში ვფიქრობ როგორ გავაკეთო ეს იატაკი და მოვით მეგობრებო, იცით როგორ აი ჭადრაკის სტილში, აი ეს შეხედეთ, ჯერ მოვით თეთრი. ასე. ნუ პრინციპში მეგობრებო, თქვენ მგონი იცით როგორი რას ნიშნავს ჭადრაკის სტილში. Так, მოვით მეგობრებო, აქ ასე. მეგობრებო, შეხედეთ რა ზუსტად მიდის. Так, ასე. არა. აქ უკვე საერთხის მანქანა უშლის პრინციპში. ასე. მეგობრებო, შეხედეთ რა კარგად მიდის. Так. და შემდეგ მეგობრებო, ყველა ამ დეტალებს მე უკვე შავი ნოხი და ესე მეგობრებო, სად შეიძლება. Так. ასე და მეგობრებო, всё.
აღუშაღეთ რა ლამაზი რემონტი გამოვიდა და მეგობრებო პრინციპში ამით ჩვენ უკვე დავამთავრეთ ჩვენი რემონტი და პრინციპში შეგვიძლია უკვე დაველოდოთ იმ შეგრძნებს რომ ასე ვთქვათ შეაფასოს ჩვენი ეს რემონტი. შემდეგ კი მეგობრებო მოეთ ეს ნატურა ცოტა სადმე სხვაგან ჩამოვკიდოთ, აი მეგობრებო მაგალითად ასე და აქ ჩამოვკიდოთ საათი და ეს არის უკვე მეგობრებო შეხედეთ. ნუ პრინციპში ჩემი ძალიან კარგად გამოვიდა. ძალიან კარგი რემონტი გამოვიდა პრინციპში ჩემი აზრით ამ так, стоп, მეგობრებო, პრინციპში მე იცით რას ვფიქრობ? აი ასე ჩემი მეგობრებო, ასე უფრო ლამაზი იქნება. ხო მეგობრებო, მოით პრინციპში ასე გავაკეთეთ. თუ პრინციპში თუ არ მოეწონა, მე შეუძლია თვითონ ეს ციგნის საროები როგორც მოუნდება, ისე გააკეთოს და всё მეგობრებო. ამით ჩვენ უკვე ვამთავრეთ ჩვენს რემონტს. პრინციპში მეგობრებო, უკვე შეგვიძლია დაველოდოთ ასე ვთქვათ პატრონს სამსახლის. გამარჯობა, თქვენ კომოხვედით? ოღონდ так, საბა, გამარჯობათ. სტოპ. ეს რა ჩემი სახლი რომელიც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ? კი, პრინციპში ეს თქვენი სახლია. ნუ, პრინციპში როგორც თქვენ ხედავთ, მე ცოტა ასე ვთქვათ, ექსტერიერი ასე ვთქვათ, შევცვალე თქვენი სახლის და კობლსტოუნის მაგალითად გავაკეთე stone bricks ასე ვთქვათ. ასევე მეგობრებო, ასევე შეცენკო პრინციპში მე გავაკეთე რემონტი თქვენ სახლში, აქ სამზარეულოც გავაკეთე. აგრეთვე მე პრინციპში გავაკეთე იქ ასე ვთქვათ ასაცინებელი ადგილი, მაგი და სადაც თქვენ პრინციპში გიძლიათ დადოთ როგორც თქვენ კომპიუტერი, ასევე რაღაცეები იქ ძალიან კარგი სამზარეულო ფართო და ასევე მე თქვენ იქ მოგეცით ასე ვთქვათ ციგნის თაროები, რომელიც თქვენ გქონდათ. ვაუ, აუცილებლად ახლა ნახოთ. დიდი მადლობა მუშაობისთვის. так, სახლავე, გამომართვით ისურვოდები. გოტაქს დიდი მადლობა, მე მგონი თქვენ 32 მაძლევდით. так, ოკეი, დიდი მადლობა და ნახვამდის. так, მეგობრებო, და ჩვენ კიდე მოით აბა და წავიდოთ ეს ყველა ნივთი, მეგობრებო, წარმოიდგინეთ. რამდენი გადახვიდეთ ეს წარმოიდგინეთ ასეთი რემონტის გამო, ასეთი რემონტით ჩვენ მივიღეთ 1 სტაკი ისოდი, გაგიშება. კაი მეგობრებო, თქვენ კი მადლობა დიდი ვინც ყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეცეთ და ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი, ნახვამდის.